Smartphone-ი, რომელსაც მინუსი არ აქვს. OnePlus 13. ხო არის ისეთი smartphone-ები, რომელიც შეიძლება ძვირი ღირდეს, მაგრამ არ კონდეს კარგი ეკრანი, კარგი ელემენტი, კარგი აწყობის ხარისხი, კარგი ფოტო გადაღება, კაი ვიდეო გადაღება და ასე შემდეგ. ეს smartphone-ი არის უნივერსალი, პირდაპირ გაგებით შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, მუშაობს Snapdragon 8 Elite-ზე. აქვს 6.8 ინჩიანი LTPO AMOLED ეკრანი 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. მაქსიმალური პიკური სიკაშკაშე შეადგენს 4500 ნიტს. აქვს როგორც 12, 16 და 24 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. მე რაც ახლა აქ მინდევს, ეს არის 512-16-ზე. უსწრაფესი ულტრაბგერითი თითის ანაბეჭდის სენსორი. Hasselblad-ის კამერის სისტემა, რომელიც უიდეალურ ფერებს სვამს. როგორც იცით, smartphone-ის გადაღება ღამით უნდა გატესტოთ და არა დღისით და ეხლა შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეხედოთ და ნახავთ, რომ ეს არის ultra-wide. აი დაახლოებით აქ თუ მივაზრუნებთ 10x-ით, გვაქვს ესეთი იდეალური შედეგი, ეს კი გახლავთ 120x-იანი ფოტო. ამ smartphone-ს ყველა კამერაზე აქვს 4K Dolby Vision-ი. ახალი ტექნოლოგიის 6000 mAh-იანი ელემენტი, რომელიც სტანდარტულ ტიპებთან შედარებით მოიხმარს ბევრად ნაკლებ ენერგიას, არის ზომაში უფრო თხელი, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ აი ესეთ თხელ smartphone-ში მოთავსდეს 6000 mAh-იანი ელემენტი. Smartphone-ს აქვს 100 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა, უკაბელოდ smartphone-ი იტენება 50 ვატით, აქვს 10 ვატიანი რევერსული დატენვა და 5 ვატიანი რევერსული wired, ანუ კაბელის დახმარებით. ANTUTU-s benchmark-ში კი ამ მოდელს აღებული აქვს სულ რაღაც 2.700.000 ქულა. სულ რაღაც. დანარჩენი თქვენ გადაწყვეტეთ. მადლობა ყურადღებისთვის.